მოძრაობის ოფისში მოусმინოთ გიორგი ტუღუს ბოლო ინფორმაციით, ის ბრიფინგს მართავს ახლა მედიისთვის. ჩვენ მგონი გვაქვს შესაძლებლობა გიორგი ტუღუში გყავდეს პირდაპირ ეთერში, როგორც ანინა ცვლიშვილმა წინა ბრიფინგზე თქვა, რომელსაც ახლა ისმენდით, დამკვირვებლებს ესმით, როგორ ინიშნავენ კოორდინატორები იმას და იწერენ თუ ვინ არ მივიდა არჩევნებზე, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეუბნება ყველას, ვიზეც იქნება რაიმე ტიპის მუქარა ან ძალადობა, რომ მიმართონ სწორედ საიას, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ამ ორგანიზაციას და ისინი აუცილებლად აღმოუჩენენ მათ დახმარებას. ჩვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ოფისს და გიორგი ტუღუს, რომელიც დღის განმავლობაში აწვდიდა მედიას და საზოგადოებას დარღვევების შესახებ ინფორმაციას და ჩვენ ველოდებით მისი ბრიფინგის დაწყებას, როგორც ჩანს, ის ელოდება სრულიად მედია რამდენად იქნება მზად, რომ პირდაპირ ეთერში კონდეს მისი პირდაპირი ჩართვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტუღუში ისაუბრებს მარნეულის ინციდენტზე და მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას მედიას. ჩვენ რამდენიმე დარღვევის შესახებ აუცილებლად მოგიყვებით, ეს არის ყიზილაჯლოში ჩხუბი, ახალციხელში უბანზე ჩხუბი, ასევე პაატა ბურჭულაძის მოძრაობა TV1-ს ტელეფონით გადაღებულ მასალას აწვდის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გიყვებოდით არსებული დარღვევების შესახებ, გაწვდიდით ინფორმაციას. ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე პოლიციის თანამშრომელი ხმის მისაცემად იარაღით შევიდა, ესეც ჩვენს მიერ შეგროვებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია იყო. მოკლედ ჩვენ გვაქვს კოლაჟი თქვენთვის მომზადებული, თუ რა ტიპის დარღვევები ფიქსირდებოდა უბანზე და ცოტა ხნის წინ თქვენ მოусმინეთ ანინა ცვლიშვილს, ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები ატყობენ ესმით, როგორ ინიშნავენ კოორდინატორები მიმსვლელებს და არ მიმსვლელებს და თუ კი არ მისვლის შემთხვევაში თქვენ დაგიკავშირდებათ კოორდინატორი და იქნება რაიმე ტიპის მუქარა ან ძალადობა ან გაბედავენ ამის შესახებ თქვენთვის პასუხის მოთხოვნას. საერთაშორისო გამჭვირვალობა, არა უფრო სწორად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრინციპში ეს არის სამი ორგანიზაციის ერთობა, ეს მედია ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობის ორგანიზაციული ნაწილი, სადაც საუბრობენ იმის შესახებ, რომ საია აღმოუჩენს ყველას დახმარებას, ვისაც გაუბედავს კოორდინატორი და დაურეკავს შეკითხვით, თუ რატომ არ მივიდა არჩევნებზე და იქნება რაღაც ტიპის მუქარა ამ ხრივ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ახლა ეთერში ყავს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ჩვენ გიორგი ტუღუშის ბრიფინგის დაწყებას ველოდებით და თქვენ მანამდე ცოტა ხნით ადრე მოისმინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც ის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებას და საუბრობდა იმ დარღვევებზე, რომელიც ქართული ოცნების შტაბში იქნა მოგროვებული. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რიცხვებით, როგორ გამოიყურება ციფრებში არჩევნები. 1990 წლიდან დღემდე ჩატარდა 25 არჩევნები, დღეს 26 არჩევნები, აქედან იყო 5 საპრეზიდენტო, 8 საპარლამენტო, 8 აჭარის უმაღლესი საბჭოს, 4 ადგილობრივი თვითმმართველობის, 1 რეფერენდუმი და 2 პლებისციტი. ჩვენ ხედავთ უკვე, რომ გიორგი ტუღუშმა დაიწყო საუბარი მედიასთან და მოდით მოусმინოთ. 52 ყიზილაჯლოს უბანზე, სადაც ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ასევე ჩვენი ინფორმაციით გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც წაიღეს უბნიდან და იგი უბანზე რამდენადაც ვიცით არ დაბრუნებულა. პოლიციამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა პრევენცია ამ დარბევის, იყო საკმაოდ არაეფექტური, ასევე ჩვენ თავიდან მქონდა ინფორმაცია, რომ ნაწილმა პოლიციის დატოვა კიდეც უბანი, ვინაიდან ვერ უმკლავდებოდა ამ თავდასხმელებს. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, ქართული ოცნება აგებს არჩევნებს. აი ეს ისტერია, რომელიც და ძალადობა, რომელიც ჩვენი თვალით ვიხილეთ, მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ისინი გრძნობენ და ალბათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ამ ყველაფერს რამდენადაც ჩვენ ვიცით, წინ უძღოდა ქართული ოცნების კანდიდატის ბატონი ნავერიანის ვიზიტები, როგორც ამ უბანზე, ასევე ჯანდარის ერთ-ერთ უბანზე, სადაც იგი ემუქრებოდა გარეთ შეკრებილ ხალხს და იმუქრებოდა, რომ საერთოდ დაკეტავდა ამათ თუ იმ უბანს და არ მისცემდა ამომრჩევლებს საშუალებას გამოეხატათ საკუთარი ნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება, თავიდან როდესაც დარბევა დაიწყო
მედია საშუალებების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, კომისიის წევრები მომწყდეული იყვნენ შენობაში, რომელსაც უშედნენ ლოდებს და ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, საგნებს, მათ შორის ქვებს და ვერ ტოვებდნენ შენობას. მე მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან და მან აღმითქვა, რომ მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები და ყველანაირად შეეცდებიან, რომ მოხდეს დეესკალაცია და საარჩევნო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ ფარგლებს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მესმის, რომ ეშინიათ არჩევნების წაგების, მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მსგავს ინციდენტებს უნდა ჰქონდეს ადგილი. ახლოვდება, რა თქმა უნდა, უბნების დახურვის დრო, დაიწყება ხმების ჩათვლა, დათვლა და ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს და ყველა ზომა გაატაროს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ჩაივლის მშვიდ და ნორმალურ გარემოში, ასევე მოძალადეები, რომლებმაც დაარბიეს უბანი, სათანადო პასუხს აგებენ კანონის წინაშე. დიდი მადლობა. თქვენ უსმენდით გიორგი ტუღურს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ის საუბრობდა მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე. მე გაგაცნობთ ინფორმაციას, მარნეულის 42-ვე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით